მურო გაგოშიძე და ცეკვის ლაბორატორია ბოლნისის თეატრში მოდერნიზებული ქორეოგრაფიით წარსდგნენ. დასმა მაყურებელს სრულიად ახალი, თანამედროვე კომპოზიცია წარმოუდგინა, რომელიც ინოვაციური, პლასტიკური და ქორეოგრაფიის სხვადასხვა ელემენტების შერწყმით გამოირჩეოდა. ყველაზე საგულისხმო ის გახლავთ, რომ ბოლნისის თეატრს აქვს ბედნიერება, რომ მუროსთან ერთად გააკეთა სპექტაკლი ვაჟაური და ფაქტიურად მური გვაქვს ცხოვრობდა, აქ მუშაობდა ჩვენ არტისტებთან ერთად და მისი ყოველი ნაბიჯი ჩვენი არტისტებისთვის კიდე ერთი, ასე ვთქვათ, ბედნიერების სიახლის ფაზაა და დარწმუნებული ვარ, რომ მუროსთვისაც ბოლნისი ძალიან ახლო. ბოლნისი ასოცირდება ჩემში ძალიან დიდ სითბოსთან და სიყვარულთან. მე აქ გავატარე ისეთი დრო, რომელიც ჩემ ცხოვრებაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. მადლობა მინდა მოუხადო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, მთავარ რეჟისორს ბატონ ლაშანოზაძეს, მისი გვერდში დგომით მოხდა ისეთი ამბავი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სამახსოვრო სურათია ჩემს ცხოვრებაში. ერთმოქმედებიან სპექტაკლში წარმოდგენილ სინთეზს ტრადიციული მოძრაობისა და თანამედროვე შესრულების პლასტიკას კიდევ უფრო მისტიურს და ენერგიულს მუსიკალური კომპოზიციები ხდიდა. დღევანდელი დღე ბოლნისის თეატრში შედგა ძალიან წარმატებით დასრულდა. დღეს ჩვენ გსტუმრობს მურო გაგოშიძე და მინდა აღვნიშნო ადამიანი, რომელიც პირველ რიგში გახლავთ ბოლნისის თეატრის მეგობარი, გულშემატკივარი, არაჩვეულებრივი ადამიანი და ჩვენ მისი შემოქმედების ძალიან დიდი თაყვანისმცემელი. ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენი ქალაქისთვის მიგვეცა საშუალება, რომ ყოფილიყო როგორც ხელმისაწვდომი, ასევე საყოვრებელი, სასიამოვნო, საღამო და გამოგვივიდა. მადლობა ყველა სტუმარს, მადლობა პირველ რიგში მუროს და მის არაჩვეულებრივ გუნდს და მადლობა თქვენ, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგახართ. პირადად გამოვარჩევდი რამდენიმე ჟანრს, საბალეტოს, კლასიკურ ბალეტს გულისხმობ, ქართული ფოლკლორი და პოპ დანსი შეიძლება ამის ნაზავი იყოს და ძალიან მაგარი არის და მე ვფიქრობ ჩვენი მაყურებლისთვის ეს არის სიახლეც, ფუფუნებაც და მე პირადად ძალიან მესიამონა. სპექტაკლი ბოლნისის თეატრის სცენაზე საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც მაყურებლის ემოციები და ქუხარი აპლოდისმენტები მოჰყვა.